მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. აბა, როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. და ჩვენი რუბრიკა იქნება ასეთი დღეს. ჩაიფიქრეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ჯერ ვნახოთ სიგნიფიკატორი, მისი ენერგიები და შემდეგ მისი მდგომარეობა. აბა ვნახოთ. ჩაიფიქრეთ ახლა. ეგიძლიათ სახელით თქვათ თქვენთვის. საჯარო გაშლა ყველასთვის. ეს არის კოლექტიური ინფორმაცია სამყაროდან. ყველასთვის საჯარო. თქვენთვის საინტერესო ადამიანი ახლა. სიგნიფიკატორი ვინ მოვიდა ჩვენთან? ვინ მოვიდა? დიდი დარტყმა ქონდა, სანერვიულო, შეიძლება ავათაც იყო. მაგრამ გამოვიდა უკვე მდგომარეობიდან. თქვენთან ჯერ დამთავრებული არ აქვს სიტუაცია. აქ ფიგურირებს კიდე სხვა ქალბატონი, ასე ვთქვათ. შეიძლება არჩევანის წინაშე დგას თქვენსა და მას შორის. ეს სიტუაცია კაი ხანია უკვე ასე გრძელდება. თქვენთან მიმართებაში როგორ არის ეს ადამიანი, თქვენთან მიმართებაში. ეხლა გაციებულია, ნახეთ. გაციებულია, რადგანაც საქმე ეხება რაღაც მაგიურ, არ ვიცი, ჩარევას, შეიძლება ითქვას. ან რაღაც სიტუაციას, თვითონ მას სტაბილურობა შერყეული აქვს. კი ბატონო. მაგრამ არის ვნება დარჩენილი, თუმცა ჩაკეტილია, თქვენამდე ვერ მოდის. ანუ აი ესეთი ადამიანია, არ ვიცი ხა ვინ არის, თუ რაღაცა რეზონირდა, გავაგრძელებ. ვნახოთ მისი ენერგიები, პიროვნების ენერგიები. აი ახლა ვინც ჩაიფიქრეთ, ვინც ხართ შემოსულები და უყურებთ ვიდეოს, პიროვნების ენერგიები როგორია? რა ენერგიებში ეს ადამიანი? აქ ამოდის რაღაცა ჩინმედლიანი ადამიანი, ანუ შეიძლება რაღაც ძალოვან სტრუქტურებთან, რაღაც ისეთი სამსახური აქვს სახელმწიფო, შეიძლება თვითონ არის ძალიან ცივი გონების, გამჭრიახი, გზა, ხშირად, ანუ მანქანა ყავს, რა თქმა უნდა, დადის, ტრიალებს, ანუ მოძრაობა. ეს ერთი წელიწადი არის, რაც ესე ხან იქეთ, ხან აქეთ, ანუ ენერგიები როგორი აქვს, იცით, ანუ აღებ მიცემის, აი რასაც ვაძლევ, იმას ვიღებ, ანუ რასაც ვიღებ, იმას ვაძლევ. 50-50-ზე რაღაცეებს იხდის, რაღაცეებს საქმიანობს, აქ არის კიდე პაჟის კარტი, დასაწყისია, თითქოს აი დაიწყო და ვერ განვითარდა, იმიტომ რომ მოხდა რაღაც გაურკვევლობა, ამოდის მთვარე. ხა ეს სიტუაცია, ნახეთ, ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. როგორც შინაგანად ინტროვერტია ეს ადამიანი, ვერ გამოხატავს ცივი, უფრო ცივი ადამიანია ვიდრე თბილი, აი ეს რომანტიული არ არის. შეიძლება მასშია რაღაც პრობლემა, ეს ფსიქოლოგიური რაღაც პრობლემები აქვს. რაღაც სიტუაცია აქვს, ცოტა ნერვიულია, ცოტა უხეშია, ცოტა რაღაც სამსახურიდანაც გამომდინარე შეიძლება. ეხლა განდეგილის პოზიციაც ამოდის, შეიძლება სოციუმსაც მოწყვეტილია ეს პერიოდი, ან თქვენთან რატომღაც გაწყვიტა ურთიერთობა. თუმცა დაინტერესებული იყო თქვენით, ანუ სექსუალურად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვნება ამოდის, ვნებიანი კი არის. ვერაფერს ვიტყვით. კარგით, ვნახოთ, აბა. შემდეგი ნაბიჯი რა იქნება ამ ადამიანის?
რა ნაბიჯი იქნება. შემდეგი ნაბიჯი. თქვენთან მიმართებაში ეხლა ვინც უყურებთ, ვინც ხართ შემოსულები, ვინც გაინტერესებთ პიროვნება, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება. ახალი დასაწყისი აუცილებლად მოქმედება იქნება, მოდის ეს ადამიანი როგორც ხედავთ, თვითონ ამოდის, ანუ ისე, აი მიზანმიმართული, გონება მახვილი, სტაბილური ურთიერთობა უნდა. არის დაბრკოლება ვიღაცა ქალის თავიდანვე სიგნიფიკატორმა მაჩვენა, ეხლაც მაჩვენებენ, არ ვიცი, მტერია, თუ ვიღაცა წარსულიდან არის, თუ იყო რაღაცა ჩარევა, იმიტომ რომ აი ის პროცესი, როცა იყო პაუზა თქვენთან, იცოდეთ, რომ აი ამ ქალის გამო იყო, ან მისი ახლობელია, ვიღაცა არის ისეთი, ვისაც ანუ ვერანაირად ვერ იმაშვება რა, აი გვერდს ვერ აუვლის, აი ესეთი ადამიანია. და ამის გამო სტაგნაცია, მაჩვენებენ, რომ იყო პაუზა, აი ამ ქალის, აი ამ ქალბატონის გამო, თუმცა თქვენ აკმაყოფილებდით მას ყველანაირად და თქვენთან ის გრძნობდა თავს, ანუ რო იტყვიან აი ყველაფერნაირად მავსებ, აი რო იტყვიან, ხო, მავსებ, ეს იყო თქვენზე ნათქვამი და თქვენთან ურთიერთობაც უნდა და პარტნიორობაც უნდა და აი ქონდა ესეთი ფიქრები, ესეთი ძრახვები, ეს ყველაფერი გაგრძელდება, თუმცა ის ქალი მაინც ამოდის, როგორც დამაბრკოლებელი, როგორც მოწინააღმდეგე, როგორც არ ვიცი, რა მოხდა, ნახეთ, დიდი დაბრკოლება იყო თქვენ შორის, აი რაღაც სიტუაციებში და თითქოს წავიდა ეს ადამიანი, რაღაც მომენტში გაერიდა ამ უთანხმოებას, ამ უკმაყოფილებას და თქვენგან წავიდა. ანუ თუ არ გაქვთ ეხლა ურთიერთობა ისეთი, როგორიც გქონდათ ადრე, იცოდეთ, რომ აი მიზეზი ეს არის. მაშინ ვნახოთ ამ ქალთან მიმართებაში ეს ადამიანი თუ მოაგვარებს ამ სიტუაციას, ხო? ამ დამაბრკოლებელ ბარიერს ჯერჯერობით ვერ აგვარებს, მაჩვენებენ, რომ მამაკაცებს საერთოდ პრობლემები არ უყვართ, მით უმეტეს თუ ახლობელია ეს ქალი, შეიძლება ან დედა, ან და, ან ყოფილი, არ ვიცი, ხა ეს საჯარო გაშლა, თქვენ მიიღეთ ისე როგორც თქვენ სიტუაციას მიესადაგება, ნახოთ, აბა თუ დაიხსნის თავს აი ამ დაბრკოლებიდან, ამ ქალიდან რა, აი ამ წარსულიდან წამოსულია ეს სიტუაცია, წარსულიდან არის, ეს მისი ცხოვრების წარსულია ეს ქალი, რომელსაც ვერ შორდება, შეიძლება შვილებიც ყავს, არ ვიცი. ნუ, თუ არ ყავს, თუ არ ყავდა ოჯახი და თუ არ ყავდა ასე ვთქვათ, ცოლი, მეუღლე, მაშინ წარსულიდან პარტნიორი ფიქრობს რაღაცნაირად გაინთავისუფლოს თავი, აი ნახეთ, რაღაცას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით ისევე გაჩერებული ამ ქალთან დაკავშირებით. აქ ეხება ღალატს, ტყუილს, გულგატეხილობას, ანუ ის ურთიერთობა, რაც მას ჰქონდა, ძალიან ასე ვთქვათ, იმოქმედა მასზე, იმიტომ რომ კარგი არაფერი მოუტანა იმ ურთიერთობამ, წარსულზეა საუბარი და აქ მაჩვენებენ, რომ მატერიალურადაც კი იზარალა, არ ვიცი რა იყო, არჩევანის წინაშე იყო, საყვარელი იყო. ეხლა ყველასთვის არა, მაგრამ ბევრისთვის ესე ამოდის, გრძნობა ქონდა ამ ქალის მიმართ. წარსულს მაჩვენებენ, ხა რასაც ამოდის ვკითხულობ, რა ინფორმაციაც მოდის, იმას გაწვდით და მერე დამთავრდა ეს ყველაფერი, სამყარომ გააჩერა და მერე გამოჩდით თქვენ. აი ესეთი მომენტია, მაგრამ თქვენთანაც ნახე როგორ აი როგორ გითხრათ, რაღაც ბოლომდე არ იხსნებოდა, გიყურებდათ, გაკვირდებოდათ, იცავდა თავის პოზიციებს, ანუ ის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა ნაბიჯი იყო პატარა მისი და უნდა სტაბილური ურთიერთობა. ესე იგი, ამ ადამიანს იმდენად გაუწყვილდა გული იმ წარსული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ეხლა თქვენ რო გამოჩდით და სამყარომ რომ თქვენი თავი გამოუჩინა, ასე ვთქვათ, კომპენსაციის მიზნით, იმიტომ რომ ესე ხდება ყოველთვის. ყველა აღმართ და აღმართი მოყვებაო.
ბოლომდე ვერ გაიხსნა ეს ადამიანი და თან ის ქალი მაინც არის მის ცხოვრებაში, კაი? ჯერჯერობით ვერ აულის გვერდს ამ ქალს, იმიტომ რომ რჩება ეს ქალი მის ცხოვრებაში და აი თქვენთან მიმართებაში რას გადაწყვიტავს თქვენთან ურთიერთობაში ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, ხო? აი რას გადაწყვიტავს? დამაბრკოლებელი არის ქალი, გითხარით. რაც აშკარად ამოდის, არ ვიცი ვისთვის უშლი, მაგრამ თუ შემოხვედით და დაგაინტერესათ, ეს ვიდეო თქვენთვის არის. დამიწერეთ ლაიქი, კომენტარები, ეს იქნება ენერგო გაცვლა, თქვენთვისაც კარგი იქნება, ჩემთვისაც კარგი იქნება. ნახოთ აბა. თქვენთან მიმართებაში. სიყვარული ამოდის. ეს სიყვარული ამოდის, ურთიერთგაგება ამოდის, კიდე სამუშაო აქვს თავის თავზე პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს გულდაწყვეტა, რაც 4 თვის უკან ქონდა, სავარაუდოდ ამ ქალისგან 4 პერიოდი ამოდის. დიახ. ყველაფერი დაიწყო თქვენთან, ძალიან კარგად, ნახე სიამოვნების მიღება, სუფრა, რაღაც საერთო მეგობრები, მოიხიბლა თქვენით. მოიხიბლა იმ დიდი ტკივილის, გულდაწყვეტის, გულგაცრუების შემდეგ და მართლა გრძნობა გაუჩნდა. კი ბატონო, მაგრამ ეხა დაცლილია, ნახე ფინანსურადაც რაღაცა პრობლემა აქვს. მაგრამ ნახე დაელოდე 3 პერიოდი ამოდის ისევ. აუცილებლად გაიგებ ახალ ამბავს და ციკლურობის კარტი ამოდის ისე დატრიალდება, დატრიალდება რას გულისხმობ? თქვენ აკმაყოფილებთ მას, ნახეთ თქვენთან ხედავს, რომ თქვენ ხართ სტაბილური მისთვის. არ უნდა ამ ადამიანს ისე რა დროებითი გასართობები და რაღაც არ არის მაგ ტიპის ადამიანი, სერიოზულია, გაწონასწორებულია, თავიდანვე ამოვიდა, რომ შეიძლება რაღაც სამსახურიც აქვს ისეთი, რა ხავ, ხო არ იცანცარებს ადამიანი, არა? ხო არ ითამაშებს. ხო და ამიტომ უნდა თქვენთან სერიოზული ურთიერთობა, რაც აგერ ამოდის და აუცილებლად იქნება. დავამთავრე ამით.